ისტორიის არცოდნა და ვალდებულებები რუსეთთან ამით ხსნიან ისტორიკოსები ირაკლი კობახიძის დაჟინებულ პოზიციას, რომ ის არასდროს უწოდებს რუსეთს მტერს. ეს არ არის სიახლე, კობახიძე უკვე დიდი ხანია ამ ხაზს მიჰყვება და განმარტავს, რომ მტრისთვის სახელის დარქმევა ფაქტობრივად ომის პროვოცირება იქნება და შესაბამისად მას არ სურს რუსეთს მტერი უწოდოს. ისტორიკოსები კი ამბობენ, რომ ეს არათუ სიფრთხილეა ქართული ოცნების მხრიდან, არამედ არაპრინციპული, არასწორი ქმედებაა და ასევე ახსენებენ კობახიძეს, რომ ისტორია ჩვენებს თუ რამდენად შესაძლოა ეს ეფექტური და შედეგიანი იყოს რუსეთთან ასეთი დამოკიდებულება, რომ პირიქით ეს ქვეყნის უსაფრთხოებას პირიქით შეუქმნის საფრთხეს. გარდა ამისა, ისტორიკოსები ასევე ამბობენ, რომ კობახიძე ახმოვანებს ივანიშვილის გზავნილს, ივანიშვილს კი მათი მტკიცებით რუსეთთან აქვს კავშირები და შესაბამისად ის უფრთხის რუსეთის ხელისუფლებას და ეშინია რუსეთის ხელისუფლების. სწორედ აქედან გამომდინარეობს კობახიძის მტკიცება, რომ რუსეთი მტერი არ არის. ეს გუკუდამალობანას თამაში ოკუპანტს უძახი და მტერს აუძახი ხა ძალიან არასერიოზულია. და გასაგებია ეს არის ამ შემთხვევაში ვითომ რაღაცა რუსების გათვალისწინება, რომ მათი ხასიათის და რაღაცა ეს მითები, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც ძალიან გულუყრილო მითებია და რო არ ეთქვი რაღაცას, ამიტომ ის რაღაცნაირად არ მოიქცევა. უნდა იმოქმედო სხვანაირად, უნდა ილაპარაკო სხვანაირად, მაგრამ სამწუხაროდ არც სწორედ ვლაპარაკობთ, არც სწორედ მოქმედებთ. როდესაც უკან იხევ აი ესეთი მტრის წინაშე როგორც რუსეთია, ის კეთილი კი არ ხდება, ის უფრო უარესად იქცევა. ეს როგორ ვერ ისწავლა ამ ხალხმა, მე არ მესმის. ხალხში მეგულისხმობ ის, ვინც ახლა ასე ლაპარაკობს. ძალიან მარტივია შეისწავლა რუსეთის ბუნება, აი ამ იმპერიის ბუნება. იმასთან, რაც უფრო რბილი და რბილი ენის ლაპარაკი, რაც უფრო ენის მოჩლექით ლაპარაკობ, მით უფრო უარესად იქცევა თუ დაგინახა წაქცეული გადაგივლის. ის არ არის რაღაცა კეთილშობილი სახელმწიფო, ის არის ყველაზე ბოროტი სახელმწიფო, რომელიც იყო შენი მეზობელი და ისტორია საუკუნეების განმავლობაში, როცა ვერაფერს გასწავლის, რაღაცა ცუდად აქვს საქმე. ოცნების პრემიერ კობახიძეს არანაირი ინდივიდუალიზმი არ აქვს, ამიტომ ის ახმიანებს ივანიშვილის გზავნილებს და ივანიშვილის შიშებსაც სახელმწიფო პუტინის მიმართ. ერთი მხრივ შიშებს და მეორე მხრივ ვალდებულებებს. ამიტომ ისინი ლაპარაკობენ რუსებისათვის და რუსეთისათვის და არა საქართველოსათვის და არა ქართველი ხალხისათვის. ამას აქ ყიდიან როგორც ასე ვთქვათ, მშვიდობის ბრჭყალებში პოლიტიკას, მაგრამ არანაირი მშვიდობა და რუსეთი ეს ორი ცნება შეუთავსებელია, პირიქით ძალიან სახიფათოა საქართველოსათვის. ვინ არ არის მტერი? არმია, რომელიც გორში შემოიჭრა, რომელმაც დაბომბა ქალაქი, რომელმაც უდიდესი სისხლისღვრა გამოიწვია მიუხედავად 5დღიანი და მცირეხნიანი ომისა, რომელიც დღესაც იტაცებს ჩვენ მიწებს. ეს არის ყველაზე საშინელი და საზარელი იმპერია, რომელიც გვეუბნება ჩვენ სახელს არ დავარქმევთ მტერს, როგორიც არის რუსეთი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება სუვერენიტეტის შენარჩუნება. ვინ არის მტერი, რატომ არ მოიხსენიებს ქართული ოცნება ამ კონტექსტში რუსეთს? ეს კითხვები ბევრჯერ დასმულა ამ წლების განმავლობაში ქართულ ოცნებასთან და მუდმივად არის სახელისუფლებო პარტიასთან მცდელობა მედიის მხრიდან, რომ მოვისმინოთ კითხვაზე პასუხი, რატომ არ ახსენებენ მაგალითად ომზე საუბრის დროს რუსეთს. გუშინ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ რუსეთს მტერს ვერ უწოდებს, რადგან თუ კი მტერს მის სახელს დაარქმევს, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ქმედებები და ასე განმარტავს კობახიძე, რომ ეს ფაქტობრივად იქნება ომის პროვოცირება, რის გამოც მას სურს, რომ თავი შეიკავოს და როგორც ჩანს, ასევე აღელვებს, როგორ მოხდება კობახიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, გამომდინარე იქიდან, რომ მან თქვა, რომ არ სურს რუსულმა მედიამ დაწეროს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთს მტერს უწოდებს.